გუშინ გვიანღამით საპატრულო პოლიციამ მიზეზის გაცხადების გარეშე ტაბულას თანამშრომელი და მასთან ერთად მყოფი კიდევ ორი პირი დააკავა. პოლიციამ ისინი თავდაპირველად დოლიძის 28 ნომერში მდებარე განყოფილებაში გადაიყვანა. სამართალდამცველთა თქმით, მათ ინფორმაცია იარაღის უკანონო ტარების შესახებ ჰქონდათ, თუმცა დაკავებულებს ის არ აღმოაჩნდათ. მათი მეგობრები კი ეჭვს გამოთქვამდნენ იმის შესახებ, რომ პოლიციელები შესაძლოა არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. დაკავების ადგილზე მივედით, გადმოვედით მანქანებიდან. ისე ვჯდებოდით, რომ უნდა გავეგრძელებინა გზა ამასობაში. უცებ ძალიან ბევრი მანქანა შემოგვესია, არც აგვიხსნეს რატორი, ისთვის შეიკავდნენ, ან რა უნდათ საერთოდ, მოითხოვეს საბუთები, გადმოვბრძანდითო, უნდა გაგჩხრიკოთო. და ამასობაში რატო გჩხრიკავთ კითხვაზე, აგრესია წარმოვიდა მათგან და დაგვაკავეს. იმდენად აგრესიულად იქცეოდნენ და იმდენად საფუძვლად იქცეოდნენ, რომ სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ რამოდენიმე მათგანი. და ვინაიდან და რადგანაც არაფერი არ აღმოგვაჩნდა კანონსაწინააღმდეგო, რავი, ალბათ ბოლო ის იყო, რომ დაკოლოგიაში წამოვიყვანეთ. ხდებოდით მანქანაში, როცა რამდენიმე ეკიპაჟი გაჩერდა, ასევე არა მარტო პატრულის მანქანებით, არამედ კიდე რაღაცა შავი ფერის BMW-ს ტიპის მანქანებით გადმოვიდნენ არა, მოვიდნენ და რაღაც ძალიან ჩქარა მოხდა ეს ყველაფერი, რაღაც გაჩხრეკვა დაიწყეს მანქანის. არ იყო ისეთი სიტუაცია, რომ ჩვენ ჩაგვეთვალა, რომ რაღაცა გთხოვეს, რაღაც მოხდა საფრთხეა და ჩვენ უნდა დავხმარებოდით პატრული პირიქით. პირიქით იყო ყველაფერი, ძალიან აგრესიულად განწყობილები იყვნენ და რაღაც მოხდა რაღაცეები. შელაპარაკე, ოღონდ შეურაცხყოფის დონეზე არაფერი არ მომხდა რა, ასევე თქვეს, რომ აქვს ჩართული კამერა და შემიძლია გადავამოწმო ეს ყველაფერი ხვალ. აი, როცა ამ კამერების იმას ვარკვევდი, უცბად გაქრა ერთი, უცბად გაქრა მეორე, რომ მოვიხედე ერთ-ერთს ტენიდნენ და მოხდა სახეში ერთი-ორჯერ მოარტყეს კიდევაც, ანუ ის უფლებაც ნამდვილად არ ქონდათ, იმიტომ რომ გინების ტიპის არაფერი არ ყოფილა. იყო ხმამა ემოციურ დონეზე, ანუ ხმამაღალი საუბარი. რისთვის დააკავეს მიზეზი? ამბობდნენ, რომ იარაღს ეძებდნენ, რომელიც ჩვენთან არ აღმოჩნდა. ტაბულას კითხვა იყვნენ თუ არა პოლიციელები არაფხიზელ მდგომარეობაში, სამართალდამცველებმა უპასუხოდ დატოვეს. რომ გამოვაღნახავთ და თანამშრომელი გინახიათ რომ გაქცეული ხო საერთოდ კითხვაზე პასუხს რო არწმუნდეს? არ ვიცი მეთქი არის მოაწყო. ტაბულას დაკავებულმა თანამშრომელმა ვერც დაცვის უფლებიც სარგებლობა შეძლო, რადგან იურისტის სამართალდამცველებმა მასთან სასაუბროდ არ შეუშვეს. კარგი, სად მიბრძანდებით ახლა? მოგვიანებით თქვენი სახელი და გვარი? ილია ვარ მოკუჩა. ილია მოკუჩავა. და მოგვიანებით რას ნიშნავს? ცოტა ხანში გაქცევა. ცოტა ხანი რამდენი? დაცვა. ხო, მოხულეთ კაცო, მიჩემ. ადვოკატ. შეგვიძლია შემოვიდე? მაშინ არ შეგვიძლია. ჩემი დაცვის ყოფი არის ისე რამე. ხო. რატო არ უშოთ ადვოკატს? ერთი საათი გავიდა უკვე, არ უშოთ ადვოკატს დაკავებულ. ხო, მაგ გაქცევა დაცვის გარეშე. გამოიყვანე რა. დაკავებული ყავთ ადამიანები. ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ჩაკეტეს განყოფილება პოლიციის. ერთ-ერთი არის ტელეკომპანია ტაბულას თანამშრომელი, მე ვარ ტელეკომპანია ტაბულას იურისტი და არაძლევენ ადამიანს უფლებას, რომ ისარგებლოს დაცვით. მე ვარ ტელეკომპანია ტაბულას იურისტი. არნაირი განმარტება არ კეთდება. გთხოვთ რომ მოახდინოთ რეაგირება. თქვენი სახელი? თორნიკე. კარგი ბატონო თორნიკე, გავერკვევი და მოგახსენებ ყველაფერს. თქვენი კოლეგები გარკვეულები არიან და ძალიან მალე გარკვეულები. გავესაუბრებით ჩემ კოლეგებს. მაშინ დაგელოდებით, აღარ შეაყოვნეთ რა. გენინსპექციამაც დააყოვნა ძალიან მოსვლა. კარგი. ტაბულას იურისტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია გამოიძახა, თუმცა ისინი პოლიციის განყოფილებაში არ გამოცხადდნენ. ინსპექცია აგუზე რო არ მოვიდა, ეს ძალიან სერიოზული დარღვევა არ არის. მაგას იცავს გენერალური ინსპექცია. გენერალური ინსპექციის დარღვევას გენერალური ინსპექცია ვიჩვენებს. ჩვენ გამოვიძახეთ ჩვენ გენერალური ინსპექცია. ჩვენ გამოვიძახეთ სამსახური და ჩვენ მასზე რეაგირებას ვერ ვახდენთ. რამდენიმე საათის შემდეგ დაკავებულები დიღმის მთავარის სამმართველოს ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტში გადაიყვანეს. ერთ-ერთ მათგან სახის არეში დაზიანებები ჰქონდა, რომლებიც მისი მეგობრების თქმით დაკავებამდე არ აღენიშნებოდა.
ნაცემი რატოა? რა ვიცი მე, ეგ არ ვისროლო, ნელა ვისვრიჩე. ნაცემები არიან ეს ბიჭები? არიან. რატომ არიან ნაცემები ეს ბიჭები? ტაბულას იურისტს კი დაცვის ქვეშ მყოფთან საუბრის საშუალება არც დიღმის სამმართველოს ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტში მიეცა. აი ეს აი როგანისა. ეს რა თქმა ეს ბიჭია თუ ისი? დამბის Сейчас так и нахавай так как. Из карката блядь. რატომ არ გოთანს? Адвოკატს რატომ ვშობს და რატომ არ აცხადებს დაცვის უფლებას ადამიანს, რომელსაც აქვს ეს უფლება? გამარჯობა. თქვენ მისაუბრებოდით კანონთან დაკავშირებით რომ გამოვბრძანდეთ და დავილაპარაკოთ. რომ დავილაპარაკოთ რა, თქვენ მეუბნებით რომ უფლება არ მაქვს რომ შემოვიდეთ. როგორც ადვოკატს და გამოვბრძანდით და დავილაპარაკოთ, აგერ არის კანონი. გამოვბრძანდით და დავილაპარაკოთ. არ მჭირდება მე ადმინისტრაციულ პროცესში რომ წარმოვადგინო. იძახის ადამიანი რომ მე ვარ მისი დაცვა. ის ვისაც მე ვიცავ. ის გამოვბრძანდით და დავილაპარაკოთ. არ შევშოთ ადვოკატს შეგნით. თქვენ იცით რომ ადამიანს დაცვის უფლება აქვს გარანტირებული. ვიცი. მე რატო არ შევშოთ ადვოკატს? ძალიან ხო რატო შეიძლება. რატომ არ ძეულება ყავდეს ადამიანები კანონს რატო არ? უცელი კანონს არასდროს არ აქვს. რა რაიონს არ ვიყავს.